მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 26 მაისია. რა ვიცი, ვინც თვლით თავს, რომ მართლა დამოუკიდებლობა გაგვაჩნია და დამოუკიდებლები ვართ, ბედნიერი ხალხი ყოფილხართ და რა ვიცი, გილოცავთ დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის დღეს, მაგრამ ის თუ რას წარმოადგენს რეალობაში თარიღით დაწყებული, როგორ მოხდა ამ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მოპოვება და ამ მომენტში დღესდღეობით როგორი დამოუკიდებელი არის საქართველო და ქართველიერი, ამაზე თუ ვიმსჯელებთ და ვისაუბრებთ, რა ვიცი, აბა სიმართლე გითხრა, არ ვიცი ისტორიის რომელი ეპიზოდი შეიძლება გაიხსენოს ადამიანმა. საბჭოთა პერიოდს ნამდვილად არ შევადარებ, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოში მეტი დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება ჰქონდა ქართველებს ნამდვილად, რომლის 10%-იც არაა დღევანდელ საქართველოში, ამას ვამბობ სრულყოფილად გააზრებული აზროვნებით და ნამდვილად არც მაშინ ვიყავით დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, თავისუფალი, მაგრამ არსებობს თავისუფლების ხარისხი და არსებობს რაღაცა ყველაფერი შედარებითი და შეწონადი არის. ახლა საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი იყო აღმაშენებლის დროს, გიორგი ბრწყინვალის დროს, თამარ მეფის დროს და მაშინ ნამდვილად იყო საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი. მის მერე დაშლილი, რაკუცმაცებული და გადარჩენისთვის მებრძოლი და ხანვის გავლენის ქვეშ და საქმე იმაში იყო, რომ რაც ცხოვრების პერიოდში ერთი ბატონი ყავდა რა. იგივე იმ საბჭოთა კავშირში ერთი ბატონი იყო კრემლი. დღევანდელი საქართველოს ბატონ პატრონი და დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის შემლახველი, რა ვიცი, საიდან რომელი მხარე გაინტერესებთ? აღარა მაქვს საუბარი მე რუსეთზე და არა მაქვს საუბარი ევროპაზე და არა მაქვს საუბარი ამერიკაზე და თურქეთზეც და ესე შემდეგ. აზერბაიჯანი რო აზერბაიჯანია, იგიც კი საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავში უპარტყუნებს. ეს სიმართლე. იმათი ვასლებიც კი გახდნენ და იმათი კიკუებიც კი გახდნენ. როგორ შეიძლება ასე დამონებულმა ხალხმა, როგორ შეიძლება ხალხო მონამ იზეიმოს თავისუფლება. მონამ როგორ შეიძლება იზეიმოს თავისუფლება? ეს ხო ბლეფია. როგორ შეიძლება ქუჩის კახპა უმციკლო პატიოსნად ასაღებდეს თავს? ხო არ შეიძლება, ეს ხო ნონსენსია. კი კაცო, შენ რაღაც კიდე ის დეივ შენ თავზე ვარ. ასე არ შეიძლება დღევანდელ მონობაში ჩავარდნილი, გაჭირვებული, გაძვალტყავებული, გაღატაკებული ქვეყანა, რომელსაც ბავშვებისთვის წამალი ვერ მიუტანია, რომელიც მის ქვეყანაში დიდგორობის აღნიშვნის გამო საკუთარ მოქალაქეებს იჭერს, რომლებიც დავით გარეჯის საქართველოს კუთვნილების გამო საკუთარ მოქალაქეებს დევნის, ქვეყნის, რომლის პრეზიდენტიც ერის ყველაზე დიდ გამარჯვებაზე, დიდგორობა დღეს ჩადის ისტორიულ დამპყრობელთან და საქართველოს ტერიტორიების მიმტაცებელ ათათურქის საფლავს კოცნის, პროშნის, ყვავილებით ამკობს, თურქულ ჯარს ესალმება და თქვენ მერე ლაპარაკობთ, რომ ეს ბიოლოგიური ნაგავი მასა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას და ასეთ პოლიტიკას ატარებს ქვეყნისა და ერის მიმართებაში, ესენი ზეიმობენ დამოუკიდებლობას? არაფერ კავშირში რო არა ერთი მეორე, ცადა დედამიწა ისე განსხვავდება. გაგიმარჯვეთ ღმერთო.
ხა შეეხება თვითონ თარიღს, ვისაც გაინტერესებდათ, გუშინ YouTube-ის არხზე ბატონ დიტო ჩუბინიძესთან ერთად მქონდა ვრცელი საათნახევრიანი ისტორიული განხილვა ამ მომენტის და მოусმინეთ ახლა, ვისაც გაინტერესებთ სიმართლე და ისტორია, ასია დღეს კიდე დავდებ ჩემი YouTube-ის არხზე ამის ისტორიულ დეტალურ განხილვას, რაც შეეხება თვითონ თარიღი და დღეს სხვათა შორის ერთი ესეთი რაღაცა შემხვდა, რომ თურმე გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებიო არ მიიწვიესო სადღაც, არ ვიცი. რაღაც რომელიღაცაზე იმზე. ეს ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია, იმიტომ რომ 26 მაისი გერმანული იარაღის დადების ქვეშ იძულებით იქნა გამოცხადებული. ესაა სიმართლე. ეს არის სიმართლე. საერთოდ არ უნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები იყვნენ, როგორც ესენი არიან. საქართველოს მტრები ისეთი მტრები იყვნენ მაშინაც სათავეში. ეს უსამართლობა. იმიტომ რომ როგორი ცუდი ელჩიც არ უნდა ყავდეს გერმანიას 26 მაისი გერმანიის დამსახურება. თუმცა იმ დამოუკიდებლობის გამოცხადებას თავისი ჰქონდა, რა ქვია, პირობები ჰქონდა გერმანიიდან. ამის სანაცვლოდ, ფარველობის სანაცვლოდ, რა ხარკი უნდა გადაეხადა საქართველოს. საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პორტები, აეროპორტები, ყველაფერი, აეროპორტები მაშინ იმდენად არ იყო, მაგრამ პორტები, რკინიგზა, ეს ქვანახშირი, მარგანეცი, ეს აბსოლუტურად ყველაფერი გერმანიის ხელში უნდა გადასულიყო. ყველაფერი აბსოლუტურად. და ყველაზე მტკივნეული რაც იყო ამ ყველაფერში, საქართველოს უნდა დაეთმო. აჭარა, ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, ეს ყველაფერი თურქეთისთვის. და 1918 წლის 4 ივნისს მაგას მოაწერეს ხელი, აი მოღალატეებმა. ეს მოხდა ეს, კი, ასე იყო. მაგრამ ის რომ 26 მაისი, რასაც ესენი ზეიმობენ და ტაშფანდურობენ გერმანიის ელჩს რო არ დაუძახებ, ეს მართლა დიდ უსამართლობად მიმაჩნია. თუ არა სიმართლე გითხრათ, მე პირადად საქართველოს დამოუკიდებლობის რეალურად რო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები ვიყოთ, იქ საერთოდ ბრიტანეთის და გერმანიის და სხვა ქვეყნების ელჩებს ნამდვილად არაფერი არის საქმე მათ იქ, იმიტომ რომ ამ ქვეყნებს არაფერი სიკეთე არ მოუტანიათ ქვეყნის საქართველოსთვის, ჩემი სამშობლოსთვის ყოველ შემთხვევაში. არა ამათთვის, ამათ სხვა სამშობლო, ესენი სხვა ხალხი არის. და აი ყველაზე დიდი ცინიზმი, აი ყველაზე მეტი ისა, რა ქვია, რაც იყო სიმართლე გითხრათ, აი ეს იყო. ეს იყო ცინიზმი, როდესაც ქოცების მთავარმა პროპაგანდონმა ტელევიზია იმედმა ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად გამოსახა ბიძინი. ბიძინი გამოუსახია და აი თურმე დამოუკიდებლობის 35 წლის თავი ერთ გამაგებიეთ. ბიჭო, აი გასაგებია ეხა მე ამ ქოცებთან ნამდვილად არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, იმიტომ რომ ავადმყოფი, დაავადებული ხალხია. მაგრამ თუ ვინმე შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით კონდეს და ქოცი არ იყოს და ამბობდეს, რამე განსხვავებული აზრი კონდეს, გამეცით პასუხი ერთი ბიძინა ივანიშვილის წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოპოვებაში და მერე. რა იყო ერთი გაგვაგებიეთ. რაში დაუდგა გვერდით ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას იმ 6 თვიანი პერიოდი, როდესაც იყო საქართველოს დამოუკიდებლობის. მის მერე ყველას უკანალში იყო შემძრვალი. შევარნაძის დამადობით. იქ მოსკოვში მიადგა დასაცავად. და სააკაშვილი მთლიანად ამის მოყვანილი იყო და ახლა თვითონ ბიძინაობის პერიოდი არის და რას განიცდის, რა ბუბერაზი კაციცაა ვხედავთ. სიმართლე გითხრა, აი ცხოვრებაში ჩერგოლეიშვილს თუ ჩერგოს თუ დაეთანხმებოდა ადამიანი ცხოვრებაში ნამდვილად არ მეგონა და ახლა ჩერგოა, მაგრამ რასიზმ ახლა ჩერგომ რო თქვას, როცა გათენდაო და შენც თქვა ადამიანმა რომ გათენდა, იმიტომ რომ გათენდა, ეს არ ნიშნავს რომ შენ და ჩერგო ესახართ, რა ქვია, თანამოაზრეები. მაგრამ აი ჩერგოს როდესაც აი პოლიტიკურ რაღაც საკითხში დაეთანხმები, რომ ხან გამსახურდიას და კოსტავას ეტენებიო და ცალკე ეკლესიას ეტენებიო, ეს 100%-იანია. არ ნიშნავს რომ მე ჩერგოს თანამებრძოლი და ჩერგოს თანამოაზრე ვარ, მაგრამ
იმ პოლიტიკანურ სივრცეში, რომელშიც დღეს იხარშება ქვეყანა, მართალია. ეს დამოუკიდებლობა ხალხო არ მოსულა ჩემთვის, არ მოსულა თქვენთვის, არ მოსულა დანარჩენების, არ მოსულა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 85%-ისთვის, 90%-ისთვის. ეს დამოუკიდებლობა მოვიდა ვისთვის, იცით? აი კი წერენ აი კოცებმა დაწერეს ესეთი რაღაცა და 26 მაისიო ეს დღეო ჩვენიაო. დიახ, ამათთვის მოვიდა. მოვიდა ნამდვილად 26 მაისი. ამათთვის გაქსუებული ჩინოვნიკებისთვის, ამ ვითომ ეგრეთ წოდებული ბიზნესმენებისთვის, ვინც შეჭამეს, გაყიდეს, გადაჭამეს ქვეყანა ტაშმანურ იმ ანაფორიანებისთვის, ნამდვილად მაგათთვის მოვიდა, იმიტომ რომ კომუნისტების დროს ნამდვილად ვერ გულაობდნენ ისე. პუჩი დაუფასდათ. პუჩი მონაწილეობა დაუფასდათ. ხო და ნამდვილად ამათთვის მოვიდა. კი ბატონო, მე გეთანხმები, მოვიდა საქართველოს 10%-ისთვის ფინანსური დამოუკიდებლობა ნამდვილად. და რასაც ქვია ეს მონური ფსიქოლოგიიდან განთავისუფლებას რაც შეეხება, ჩემოკარგებო ეს მონობა ეს არ არის სოციალური სტატუსი, ფინანსური მდგომარეობით რო განისაზღვრებოდეს. არ არის ეს. ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი, როცა ღარიბი და ღატაკია და ერთი თეთრი არა აქვს ჯიბეში. და შეიძლება მილიარდელიც იყოს მონა. მონობას თავისუფლებასთან, მენტალურ მონობას და ფსიქოლოგიურად მონურ განწყობას, ამას ეს ფულით არ განისაზღვრება. ნამდვილად არ განისაზღვრება. ახლა ამას რა ეშველება, ეს ცალკე საკითხია. მენტალური მონობისგან რო მთლიანად ერი არის გასანთავისუფლებელი და თავისუფლებასთან და ქართველი კაცის თავისუფალ აზროვნებასთან რო არაფერი კავშირი არ აქვს დღევანდელ საზოგადოებრივ აზროვნებას და დღევანდელ საზოგადოებრივ წყობას, ამას რა თქმა ლაპარაკი. თქვენი დღე ნამდვილად არის. ამიტომ სამართლიანი იქნება, რომ ამ ყველაფერს დაარქვათ ჩვენი დღე. და აღნიშნოთ თქვენი დღე. ნაცებმა, კოცებმა, ანაფორიანებმა, სხვაებმა კიდე და დააჭირეთ და გაისვათ, გაიჭამოთ და წახვიდეთ და იტაშმანდუროთ და ასეკნათ. ნამდვილად. ეს ნამდვილად შესაძლებელია. ეხლა რაღაცებს გადავეყარე, უბრალოდ თქვენს გაჩვენებთ. ჩემოკარგებო, აი რა დონის ცინიზმი არის, აი შეხედეთ. კობახიძე გამოდის და გვეუბნება ეს ქრისტიანობაზე გველაპარაკება კობახიძე, რომ თან დააკვირდით ჯერ ამ მე ახლა არ დამიწყოს ვინმემ რა ეს. ამოვიდა რა ყელში ამ გაუნათლებელი იმგენის კერპომანების ბოდვა. კობახიძემ შეითავსა ეს რა ქვია ქრისტიანული მორალის საკითხი და ღვთისმეტყველება ეტყობა და გვეუბნება თურმე რომ ახლა ამ ყველაფერთან ერთად თურმე აღნიშნავთ 1700 წელს გაქრისტიანებიდან. ბიჭო. ჯერ ერთი კობახიძე სანამ პრემიერი გახდებოდა დამოუკიდებლობის დღეზე საერთოდ არ იყო მისული და რომ მიაკითხენ იქ შენ პრემიერ-მინისტრი ხარ და ახლა ტრაქსი ბანდა იმაზე რა ქვია წამოპლაკული იყო ბასეინზე აი დამოუკიდებლობის დღეო რაზე მელაპარაკებითო ვიდეოცა მაგის შენახული ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ ნახო ოფიციალური პირი იყო მაშინაც სპეიტამდებობის არა არ ეცალა იმიტომ რომ არ იყო იქ მისი სასტავი და ახლა მისი სასტავია და იძახის მე მეორე რა შეხება აქვს ბიჭო საერთოდ რატო ბოდავთ და აი სარწმუნოებას რატო ეხებით და ამას პატრიარქის დონეზე ხდება ეგ ყველაფერი რა საიდან მოგაქვთ ეს ბოდვა რომ 326 წელს მოხდა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საიდან მოგაქვთ ეს ნაბოდავი თელი ამ ხნის მანძილზე ერმა იცოდა რომ მოხდა 327 წელს ეხლა ჯავახიშვილს ასწავლით თქვენ და მასე რო ყოფილიყო არ იქნებოდა დაფიქსირებული რუის ურბნისის კრებაზე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხი თუ ოღონ რათაც მეტი ადრე და ჩვენ ადრინდელი ქრისტიანები ვართ რაღაცა ადექით მაშინ და იმას პირველი საუკუნიდან გამოაცხადეთ ანდრია პირველი წოდებული მაშინ იყო შემოსული საქართველოში
გამაგებიე ჩემო ძმაო, გამაგებიე საიდან მოხდა 329 წელს ან 326 წელს. აი გამაგებიე ერთი სად რა დოკუმენტი აღმოაჩინეთ ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, გამაგებიეთ რომ როდის მოხდა გაქრისტიანება. უწიგნურმა გაუნათლებელმა ბრბო მასამ ისიც კი არ იცის ელემენტარულად რომ 326 წელს ვერანაირად ვერ მოხდებოდა საქართველოს გაქრისტიანება წმინდა ნინოს მიერ. ზუსტად 326 წელს იქნა აკრძალული ქალების მხრიდან მღვდელმსახურება და მსგავსი რაღაცები მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. საქართველოს გააქრისტიანა ანტიოქიის პატრიარქმა ევსტაქმა. და მაჩვენეთ ერთი სად არის ერთი რომელ დოკუმენტებში და რომელ არქივებში არის დაცული რომ ევსტაქმა 326 წელს მოახდინა ქართლის განათვლა. მაჩვენეთ ერთი სადაა ეს დოკუმენტაცია. და ეხლა ბიჭო რა თანამ GPT chat-ში წაიკითხეთ, Gemini-ში წაიკითხეთ თუ სად წაიკითხეთ, იმიტომ რომ მე ვისაც ვეკითხები ამ თარიღთან დაკავშირებით, ყველა ვინცაა განათლებული და ისტორიის მცოდნე და გინდა თეოლოგიურ სისულელი ამაზე ლაპარაკი. მაგრამ არა, აი ჩერგოს ნათქვამს იმიტომ ვეთანხმები, რომ ხან საპატრიარქოს უნდა შეეტენოს დღევანდელი რეჟიმი, ხან ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. კი ბატონო, 326-27 წლები იყო, ნამდვილად ასე იყო. ასე. არა, რა უნდა ელაპარაკო შენ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანობას ხალხს რო გითხოს ჯულის კანონი არ იციან რომელია და ახლა ამას გაიგებენ ახლა რასაც ვეუბნები? რა ტყდება ახლა ეთყობა წევლა, კრულვა, შენ ამას როგორ ამბობ? ხო, ჯაღმაიძემ უფრო იცის. ჯაღმაიძემ უფრო იცის. ხო და მაჩვენე ჩემო ძმაო ისტორიული დოკუმენტი 329 წელი რომ იყო 326 წელთან კი არა მაქვს მე დამოკიდე გამაგები 329 წელი რო იყო სადაა ეს დაწერილი სად არის 329 წელი რომელი დოკუმენტით არის დაწერილი როგორც ვიცი პირველი ქართული წარწერა აღმოჩენილი არის რომელიც იცავს ამ ყველაფერს ბოლნისის სიონში. იქ არ არის მაგი მითითებული და საიდან მოგა. ნუ ახლა მეცნიერები ბევრ რაღაცას ვარაუდობენ. მეცნიერების ვარაუდი არ არის მტკიცებულება. მეცნიერული ვარაუდი არსად არ არის. ეხლა რას მეუნებით თუ ჩემი ძმა ხარ ახლა მაგი რო ყოფილიყო და მსგავსი რაღაცეები რომ მომხდარიყო რუისურნისის კრებაში არ იქნებოდა ჩაწერილი? რომელიც დაცული დოკუმენტია და არსად არ მოიხსენიება მსგავსი რაღაცა. ესეც და აი რელიგიურ საკითხებში რო გავყვეთ უშუალოდ ახლა თეოლოგიურ საკითხებში ეს თავის სხვა პრობლემას ქმნის. ნუ მაგრამ ამათ რა შეაინტერესებს. ჩვენთან ხო ეკლესია ეს და საპატრიარქო ხო უფრო პოლიტიკური ინსტიტუცია უფრო არის ვიდრე რეალური სასულიერო ინსტიტუცია. ასე არა? ო, აი რა შეეხება დაგვერდით. რატო ვამბობ ამას? ეს არის ერთი წლის წინანდელი 2025 წლის აღნიშნა და შიგ ევროკავშირის დროშა როგორ ფრიალებდა ეს არის 2026 წლის აღნიშნა. სადაც არ არის შიგ ევროკავშირის დროშა. აღარ არიან ისინი ჩვენი მეგობრები და ევროკავშირზე მივაფურთხეთ ეშმაკს და დაუბრუნდით ღმერთს. გავხდით მორწმუნეები. და ახლა გაგვახსენდა თურმე და ახლა ევროკავშირის დროშის ადგილი დაიკავა პატრიარქმა. დაიკავა 1700 წლის ზეიმმა. სადაა ზვიად გამსახურდიას პორტრეტი?
სად არის ზვიადგამსახურდიას პორტრეტი, რომელსაც კონსტიტუციაში გიწერიათ, რომ 1991 წლის 9 აპრილს მოხდა გამოცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის და ამას ისტორიას ხო ვეღარ წაშლით. რუსებს აქვს ესეთი გამოთქმა ისტორიაზე და ცოტა ძნელია ეხლა ქართულად რომ თარგმნო, მაგრამ ეგეთია. ისტორია не имеет сослагательное наклонение. ამას ხო ვერ წაშლით თქვენ. რაც ფაქტი იყო და ზვიადგამსახურდიას სურათი გიტყდებათ, ხო? პირველი პრეზიდენტი ხო ის ბნელია ის რა ქვია, ღრუზინია ეს, ფაშისტია და მისი სურათი არ შეიძლება აქ რომ დაიდო. თქვენ დიდი ქრისტიანები ხართ, პატრიარქის მორწმუნეები. ღმერთი რო არ წამდა, პატრიარქის რო წამდა. რა უნდა გელაპარაკოთ ბიჭო ეს? აი ესეთ მონური ფსიქოლოგიის ქრისტე ხალხის დასამონებლად არ მოსულა. ქრისტე მოვიდა ადამიანების განთავისუფლებისთვის და თავისუფლებისთვის მოვიდა. და ქართველმა ერმა ქრისტეს რწმენისთვის დადო თავი. რომელთანაც თქვენ არაფერი შეხება არ აგავთ. არაფერი შეხება არ აგავთ. ნაციან, ქოციან, ანაფორიან, საერთოდ რა შეხება გაქვთ ქრისტიანობასთან მე ვერ ხვდები. თქვენ ხართ ქრისტიანი ხალხი? თქვენ ხართ ქრისტიანი ხალხი? ხაგერ ვინც იმ ბავშვების უბედურებაზე ვლაპარაკობ კიდე? არათუ თქვენ ეხმარებით? სხვა რო ეხმარება სხვასაც ლანძღავთ. და მე გამოდიხართ ქრისტიანები ვართო 1700 წლისო? თქვენ პატრონს თქვენს. საოცრებაა მოკლედ, აი საოცრებაა პირდაპირ რა. ხო, ახლა ამაზე უკვე ზედმეტი არის ლაპარაკი, ცინიზმის რაღაცა უმაღლესი დონე და ეს დოზა, ეს ტრამპის გავრცელებულა, ალბათ ეს ყველაზე მეტად გაახარებთ ალბათ ეს რომ აი ტრამპაც უმპა მიულოცა თურმე ამათ და ტრამპაც უმპას მილოცვა რომ მეგობრობაო, განახლდებაო, ამის მეგობარი ბიჭო თვითონ აღარ საკუთარ დედას აღარ უნდა ეს უპატრონო. საკუთარ შვილს და საკუთარ ცოლს არ უნდა იმნაირი წამხდარი და გათახსირებული აქ საქართველოში ტაშპანდური ექნებათ. აი დონალდ ტრამპმა მოგვილოცა. მე ეს ამერიკელებზე საერთოდ ამერიკელებთან დაკავშირებით ბიჭო საერთოდ საელჩომ გამოაქვეყნა ესეთი რაღაცა. რა შეხება აქ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს დამოუკიდებლობას ერთმანეთთან. აი ეს 25 მაისო ჩამოვიდაო და ბეიკერი, სულაძაღლებული, პუჩისტი, ნაძირალა ვირთხა, რომელსაც ნომერ პირველი მხედრიონელი, ყველაზე ცნობილი მხედრიონელი, რო იცოდეთ ეს იყო ოფიციალურად დაჯილდოებული არის მხედრიონის რაღაცაები. და ამერიკის საელჩო გვილოცავს თურმე დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის და თავისუფლების პირველი საქართველოს მტრები. ეპშტეინი, კოალიციური ეპშტეინები. ადამიანების ხორცს რო ჭამდნენ და კაცების გაუპატიურება და ბავშვის სისხლისმა და 1000 უბედურება ზვიადგამსახურდიას რო ეტყოდა დინების აღმა მიდისო. შევარდნაძის კანალში შემძრვალები ერთმანეთის ისა ხალხი. გვილოცავენ და მადლობა ამერიკა და მადლობა ჩვენი თავისუფლებისთვის და მადლობა ჩვენი დამოუკიდებლობის ეს მარაზმი ეს რასაც უბრალოდ აი გადახედავ ეს არ ვიცი ეს რა ჯიშისაა ეს ვიღაცა ეს ვაშინგტონის მერს კიდე გამოუცხადებია ხო ეს არ ვიცი ეს ცალკე საკითხი არის როგორ ვაშინგტონის მერი აცხადებს თურმე მას რა ქვია რაღა გვიჭირს ახლა და იქ ცინიზმი რაშია ხალხო იცით ცინიზმი რაშია ყველაზე დიდი იცით ვითომ ტრამპით დაწყებული და ამათი იმით ტაშპანდურს უკრავს საქართველოს დამოუკიდებლობას და აი რა სომხეთში ეს რა ქვია რუბიო ჩამოთრეული და აი რა გვერდით საქართველოს დამოუკიდებლობის და სომხეთიდან უნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ერთი საათით ვერ მოიცალა ელემენტარული რომ ჩამოსულიყო და ამათვის მიელოცა სომხეთიდან უნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აი ესეთი პარტნიორები არიან რა გინდა მონას რა შეცვლი აი რუბიო მოგვილოცა ეს თვითკოლონიზებას რო განიცდიან ეს ხალხი სინამდვილეში კი აი ჭეშმარიტად კი რა შეეხება ამ ყველაფერს
ჭეშმარიტად რა შეეხება ამ ყველაფერს, აი ერთი ძველი გახუნებული გაზეთი შემხვდა და პოსტათაც დავწერე ჩემს გვერდზე Facebook-ში და აქაც დავდეთ მაინც რა. 1991 წლის 26 მაისი. მე არ გეგონოთ თქვენ უბრალოდ დღევანდელ დღეს ისტორიულად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გინდა არ გინდა იმ ძალით გამოცხადებული დამოუკიდებლობა, რადგან ცხოვრებული ზვიად გამსახურდია ამბობდა ბარაბას გზით მივიღეთო დამოუკიდებლობაო. ნამდვილად დაემთხვა. ასევე დაემთხვა ორი ძალიან დიდი საინტერესო მომენტი. დღეს ცხოვრებული მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. დღეს პირველი პრეზიდენტის არჩევის დღეა. და აქვს ამ თარიღს აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა და აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობაც აქვს. მაგრამ არა ის, რასაც ესენი ტერიან და აი ჭეშმარიტად რეალურად იმ დროინდელ ეპოქალური გაზეთი შემხვდა აი ეს. და რამდენი რამეა ახლა აი ამ გაზეთში ჩაქსოვილი, ეს არის 1991 წლის 26 მაისი, სადაც ზვიად გამსახურდიას და თავისუფალ საქართველოს არჩევნებს აფხაზეთის ხმა სოხუმში აცხადებს და რამდენი რამეა ახლა აი ამ გაზეთში. პირველი ის რომ პირველი პრეზიდენტი აირჩიეს. პირველი ლეგიტიმური ხას უსვამ პირველი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ყველაზე ლეგიტიმური არჩევნები, იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას არჩევნაში აფხაზებაც და ოსებაც მიიღეს მონაწილეობა და აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ტარდებოდა არჩევნები. ამას პლუს დღეს მერაბის დაბადების დღე არის. ამ ხრივაც მისი თანამებრძოლის დღეს იქნა ეს დღე, დაბადების დღეს იქნა დამთხვეული და იქნა ისტორიული კავშირი მაინც რო არ ყოფილიყო გაწყვეტილი იმ 26 მაისთან. ისტორიული კავშირის შემკვრელი დღე იყო და ეს ყველაფერი გაკეთდა ამ დღეს მაშინდელი ცხოვრებული ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით. ამიტომ მნიშვნელოვანი დღე ნამდვილად არის. და შეიძლება ის სხვა ფორმით, სხვა სახელით იქნას შესული საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არანაირად დამოუკიდებლობის დღით, როდესაც მით უმეტეს კონსტიტუციაში გიწერია 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული აქტის საფუძველზე 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღეო. სისულელე რაღაც. აი, სინამდვილეში ესა. ეხლა რა იქნება? სწავლიან ეხლა კარგად. ამ საღამოს მოილხედენ, გაზღებიან, გასკდებიან. ერიდაბერი თურმე ერთათა, ბიზინე თურმე ამათი ისა რა ქვია, ამათთან ერთად ბუმბერაზი ადამიანია და რაღა გვიჭირს, სადაც აგვწყობია ქვეყანა. გაგიმარჯვეთ ღმერთო. ჩემო ძმაო, ლუკა მაგას ვინ უკვირდება? იმაზე დიდი ცინიზმი არაფერი არაა ზოგადად ამერიკამ რომ მოგილოცოს დამოუკიდებლობის დღე. მაგრამ ამათმა შევარდნაძის თამადობით შექმნეს ალტერნატიული ისტორია საქართველოსი. ყველაფერი შეცვალეს. ახალი ჯიშის ქართველების გამოყვანით დაწყებული ასევე თარიღებით, სიმბოლიზმით 9 აპრილი შეიცვალა, ეს შეიცვალა, რა ქვია, დროშა შეიცვალა, გერბი შეიცვალა, ჰიმნი შეიცვალა, მენტალობა შეიცვალა, ღირებულებები შეიცვალა, პატრიოტიზმის დანახვა შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა. დღეს რო და ეს საქართველოს შემოგთავაზეს. დღეს რო თურმე ჯარი იამაყებათ და ვაიმე ჩვენი ჯარისკაცები ფიცი დადეს ემოციურია. ერთხელ ერთი მაგ ჯარში დაგვენახა ერთი ბიძინა ივანიშვილის ვაჟკაცი პარტიულ შეკრებებზე რო დარბის. დაგვენახა ერთი ცოტნე. დაგვენახა შევხედავდით. დაგვენახა
არ ვიცი ახლა სხვების საჯარი ასაკის თუ არიან სხვა ჩინოვნიკების შვილები და დაგვენახა ერთი როგორ ემსახურებიან სამშობლოს. აქ როგორაა, იცი? არა, ესეც შეიცვალა. მე გადამხდელის, მე გადასახადის გადამხდელი ვარ და ვიხდი გადასახადს და სხვა მიმსახუროს. მე ფულს ვიშოვი ამ ქვეყანაში, გავძღები, კარგად ვიქნები, თანამდებობებზეც ვიქნები, ყველაფერი მექნება. მე ჩემი შვილი არ იმსახურებს ჯარში, მე არ ვიმსახურებ ჯარში, მე არ შევეწირები, მე არ ვიომებ, მაგრამ ამ ქვეყნის ყველანაირ სიკეთეს მივიღებ მე. და ჩემს ირგვლივ ვინცაა ეს პოლიტიკური ბანდა. და შენმა შვილმა, გაჭირვებული შვილმა იმსახუროს, იომოს, მოკვდეს, ასე შემდეგ და მე მივალ და მივაგებ პატივს იმას, რა ქვია, მემორიალზე და როცა იქნება ის დღეები და მიანგისტრემლებს გადმომყრი და ვიტყვი, რომ აი ისინი სამშობლოს შეეწირე. და შენ გინდა ახლა მითხრა, რომ მე პატრიოტი არა ვარ? არა, შენ გინდა მე მითხრა, რომ პატრიოტი არა ვარ? რა თქმა უნდა, პატრიოტი ვარ. არა ხარ პატრიოტი, ვინც ამას აკეთებ. პატრიოტი კი არა ხარ, ნაგავი ხარ და მოღალატე ხარ შენი ქვეყნის და შენაირები სარზე უნდა იქნას, ანცმული და გადაყრილი. ისე როგორც აკეთებ და ამას აღმაშენებელი. გაიხარე ძმაო, გაიხარე. თუ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და თუ ეს ქვეყანა ჩვენია, თელმა ერმა უნდა ვიცხოვროთ ერთ ოჯახად. ჭირიც უნდა გავიზიაროთ და ხიდიც უნდა გავიზიაროთ. როგორც ჩემი შვილი წავა ჯარში, ისე შენი შვილი უნდა წავიდეს ჯარში. როგორც მე მექნება რამე, ისე უნდა გქონდეს შენს. თუ გაჭირვებაში ვარ, მე გაჭირვებაში უნდა იყო შენ. მე არ გეუბნები რომ იშიმშილე, მაგრამ ნუ გადაძღები ღორივით და გაუტეხე მოსახლეობას. სულ 900,000 ქართული ოჯახია და ამ ქვეყანას საქართველო ქვია და როგორც ჩემია ეს ქვეყანა, ისე შენია, რაღაც ნაწილი. მაგრამ არა ისე, რომ ამ ქვეყნის 99% ყველაფერი სიკეთე შენია და ჩემი 1%-იც არა. ამას ქვია დამოუკიდებლობა. ამას ქვია თავისუფლება. და ასეთი სახელმწიფოსთვის და ასეთი ქვეყნისთვის ნამდვილად უნდა იომოს და იბრძოლოს. ბიზნეევანიშვილის შვილმაც და რიგითი მოქალაქის შვილმაც. მაგრამ არა ძმაო, ამათ რა უნდათ, იცი? ყველაფერი სიმძიმე გაჭირვებულ ხალხზე იყოს და თვითონ არაფერი შეეხოთ. და მე გეტყვიან, მე პატრიოტ ღმერთმა დაალოცოს ბიზნია, მე თავს გაუყადრებ, ისა რა ქვია, გაუტოლებს ეს დედამოტყნული და მისი მონები ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტოვას ზვიად გამსახურდიაზე იმას ამბობდა, რომ არა გიყვარდეს ქვეყანაო ესო, ხო, მაგრამ ბიჭო შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს და მანერები უნდა გქონდესო. ეს მართლა ორღობის ყვერი, ეს მართლა ორღობის ყვერი, ეს ერთუჯრედიანი გაუნათლებელი უციგნური ჩარჩი ვაჭარი. ზვიად გამსახურდიაზე ასეთ რაღაცას რო იტყვის. და მისი ბოდიში და დაყლებული სექტა ტაშრო დაუგრავს და იტყვის ზვიადი ვინ იყო ბიზნეს მოუმარჯოს ღმერთმა. არა, ახლა ეს ქვეყანა მედის ღირსი, ეს ხალხი მედის ღირსი. ქალბატონო ლარისა. სამწუხაროდ თქვენ ეთყობა არა გაქვთ საიმისო განათლება, როდესაც მე მეუბნებით, რომ არსა და არაო ნათქვამიო, რომ ანდრია პირველწოდებული იყო საქართველოსიო. ნუ კარგი, ეს ქართულ წყაროებში არაა, მაგრამ სხვაგან არის და ძალიან კარგადაც არის დაცული, მაგრამ მოდი ელემენტარულს გეტყვით. როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ავტოკეფალიის დამოუკიდებლობისთვის წავიდა გიორგი მთაწმინდელი საბერძნეთში და ანტიოქიის საპატრიარქოს და ათონელ ბერებს და ამათ ელაპარაკებდოდა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი. მაშინ უამრავი პრეტენზია ჰქონდათ საბერძნეთის სასულიერო პირებს, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ დამოუკიდებლობა, საქართველოს ეკლესიისთვის არ მიეცათ დამოუკიდებლობა. და ზუსტად ეს მაგალითი მოუყვანა გიორგი მთაწმინდელმა, რომ როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ქრისტეს მოწაფეებმა იქადაგეს
ქრისტიანობა შემოიტანეს. არ კონდეს უფლება იყოს დამოუკიდებელი ავტოკეფალია, მით უმეტეს, როდესაც გაიზარდა ავტოკეფალია, ქრისტიანობა და ეკლესიის როლი და ჩამოყალიბდა და ყველა ინსტიტუტები დადგა საქართველოში მე-4 საუკუნიდან, აგერ მე-11 საუკუნემდე. რომ არ ყოფილიყო და მაშინ ეს იყო უკანასკნელი არგუმენტი, რომელმა არგუმენტმაც განაიარაღა მთლიანად მთელი საბერძნეთის სასულიერო პირები. და წესიერი კაცი იყო, რაღაც ისტორიის დამთხოვით, მაშინაც ევსტაქი იყო. ანტიოქიის პატრიარქი და საერთოდ საპატრიარქო რო გამოიყოს და ავტოკეფალია იყოს და დამოუკიდებელი იყოს, ჯერ ვის დაქვემდებარებაშიც არის, იმან უნდა განაცხადოს თანხმობა. და ანტიოქიის საპატრიარქომ გამოაცხადა თანხმობა, რომ საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი. ასე რომ ეს რო არ ფიქსირდებოდეს, ჩვენ არ გვექნებოდა ავტოკეფალია თავის დროზე მონიჭებული. ხო და მე კი ბატონო, მასია გუშინ ბევრი ვისაუბრეთ მაგ საკითხთან დაკავშირებით დეტალებშიც და ერთ რაღაცას ვიტყვი. რა თქმა უნდა, მე ამათ ეწყინებათ, რომ ჩემნაირი ადამიანი მივა, ვინც ასე ფიქრობს და საფლავზე, ცოცხალი არაა და საფლავზე ეტყვის სათქმელს, აი ლევილის მამულში, ამ სულ აძაღლებულ ჟორდანიას, რომლის სახელობის ქუჩაცაა საქართველოში. აი ეწყინებათ, იმიტომ რომ რო არ ყოფილიყო სულ აძაღლებული ნოე ჟორდანია, არ იქნებოდა ამათი სიკეთე. ესენი ამ მონაპოვარს როგორც სოციალ-დემოკრატები არაფერში ბოლშევიკებიდან განსხვავებულები, რაღაც ერთ ელემენტარულ დეტალში, რის გამოც ერთი იყო ბოლშევიკი, მეორე იყო მენშევიკი, თავიდან ბოლომდე სულ აძაღლებული და ტიროდა ნოე ჟორდანია, ტიროდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, რომ რუსული დემოკრატიაო, გვეღუპებაო, მაგის დედავატირეო, ისო რა ქვია, საქართველოს დამოუკიდებლობასო როგორ და ასე ეუბნებოდა. ილია ჭავჭავაძეზე ასე ამბობდა, რომ ეს ქვეწარმავალი და ხალხის პერიოდი და საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს ლანგარზე დადებული რომ მიართვანო და მოსკოვში უნდა და ესა რა ქვია, ყოფნა იმას ლენინის და ტროცკის გვერდით. ამაშია ძამია საქმე. რა ვიცი. და ეხლა რა არის, იცით? ეხლა როდესაც დაუკვირდები ადამიანურად, ხო? უფრო და უფრო გული წყდება, მით უმეტეს, როდესაც ეს ხალხი შენი მეგობრები იყვნენ. რისთვის დაიღვარა ამდენი ხანი სისხლი ამ საუკუნეების მანძილზე და თუნდაც ბოლოს ჩემ თაობაში. რისთვის დაღვარა ქართველმა ერმა სისხლი? უკაზე არსებობდეს სახელმწიფოდ, ფერად, სხვა ფერად აღნიშნული იყოს, ქონდეს გერბი, ქონდეს დროშა, ეს აუცილებელი ატრიბუტიკა და ჰიმნი და ეს ყველაფერი ქართველ ერს არ ხმარდებოდეს. რაც სიკეთეები მოაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. თუნდაც ღარიბს და გაჭირვებულს. და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ჩათალახებისთვის და სახელმწიფო იყოს ქოცების ბუნაგად გადაქცეული. ავიც ვისაც გეზეიმებათა იყო დრო მეც რაც განსაკუთრებულ საკრალურად მიმაჩნდა ეს დღე და აღლუმი იქნებოდა თუ რა იქნებოდა მიმიღია მონაწილეობა და ძალიან სხვა ბედნიერებას განვიცდიდი, მაგრამ მე დროთა განმავლობაში როდესაც იზრდები ადამიანი და გამოცდილება გემატება ცხოვრებაში, მე ხვდები, რომ ეს ყველაფერი цаრიელი ფურცელია და цаრიელი სიტყვებია, იმიტომ რომ დამიჯერეთ ჩემო კარგებო, რომ ერთი ტყვია რო გავარდეს ამ 26 მაისის დამცველებად, ამ დამოუკიდებლობის დამცველებად, არც ბიზინიჩები გამოჩნდებიან, არც ბიზინა გამოჩნდება, არც პუჩისტი მამის ნაძირალაშვილი კობახიძე გამოჩნდება, არც ათათურქის საფლავის მკოცნელი პრეზიდენტი გამოჩნდება, არც სხვა და არც სხვა. დამიჯერეთ. მით უმეტეს სასულიერო პირები არ აიღებენ ხმალს ხელში და როგორც მარაბდის ბრძოლაში იყო, არ წავიდოდნენ წინ. და არ ეტყოდნენ როელს გამომყევით საომრად. აი ესეთი ელიტა გვყავს.
ამიტომ გადაარქვით ამას დამოუკიდებლობის დღე და ამას დაარქვით ჩვენი დღე. ნაცების და ქოცების დღე. და მენშევიკების დღე და აქ და შვიდ ჭამეთ და იგულავით. ეს იქნება უფრო სამართლიანი. ვიდრე დანარჩენი. კარგი, შემოკარგებო, ეხლა დაგემშვიდობებით. მოკლედ, საღამოს ვისაც გაინტერესებთ, დავდებ ჩემი YouTube-ის არხზე. უფრო დეტალურად განხილვას ამ ყველაფრის და ვისაც გაინტერესებთ. ვისაც მართლა გაინტერესებთ თუ რატო არის ეს საუბარი, რატო გვაქვს დეტალებში მაქვს აღწერილი ეგ ყველაფერი რა 1-3 წლის წინანდელი ვიდეოა, მაგრამ ხელახლა ვერ ჩავწერ მაგათ აზრი არ აქვს, მით უმეტეს ისტორიაში არაფერი არ შეცვლილი. ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ. გეთანხმები სხვათა შორის მეც მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ამბობდა, რომ 12 აგვისტო დიდგორობა დღე იყოსო, დიდი გამარჯვების დღეო, მაგრამ რაღაცნაირად ეგეც არ ჯდება, იმიტომ რომ თბილისი თუნდაც დიდგორობის მერე გაანთავისუფლა აღმაშენებელმა. დიდგორობა მოიგო, მაგრამ ჯერ კიდე თბილისი მტრების ხელში იყო და დღემდე თბილისი მტრების ხელშია და მტრების ხელში მოქცეული თბილისი და მტრების ხელში მოქცეული საქართველო ანადგურებს დანარჩენ საქართველოს და ხდება ერთი თავკომბალა ტრანსნაციონალური ქალაქი, რომელშიც არც არანაირი კოლორიტია, არც ქართულ სულზე ზედმეტია ლაპარაკი. და ნელ-ნელა ვემგვანებით, რაც იყვნენ ნაციონალ-სოციალისტები, ძმობა ბოდიშით გაითიშა. უღბერთო, ურწმუნო, ურჯულო და ყველანაირი უტრადიციო, უთავმოყვარეო სამოქალაქო საზოგადოებას. როგორებიც იყვნენ სოციალ-დემოკრატები და როგორებიც არიან ნაციონალ-ქოციონალები და თურმე ამ ხალხს ქონია ეს რა ქვია, ამ ხალხის დამოუკიდებლობას აღნიშნეთ და არა ეროვნულს, ქართულს. ასიჭი ვისაში ჭირდება ეგ ყველაფერი. ის შემოგევლე გეთანხმები ამათი პირიდან ზვიადის და მერაბის სახელი როგორ უნდა ხსენდეს ჩემო ძმაო, ვინმეს მოწონს, ვინმეს არ მოწონს, ეს ცალკე საკითხია. ზვიად გამსახურდია იმ იდეას, რასაც დამოუკიდებელი საქართველო ქვია და იმას, რასაც ქვია ის იდეა ეროვნული საქართველოსი, ჩამოვიდა და მისი სიცოცხლე შეეწირა და შეაკვდა ამ ყველაფერს. რაც მოხდა და რასაც ებრძოდა იმ გლობალურ ბოროტებას და შევარდნაძის სახით და არა მარტო შევარდნაძე, ბეიკერი და გორბაჩოვი და რუსეთი, ამერიკა, დასავლეთი და მოღალატე ქართველები იყვნენ გაერთიანებული ერთიანი საქართველოს, ეროვნული საქართველოს წინააღმდეგ და მოკლეს ადამიანი, მაგრამ ასია ეს უსისხლოდ არაფერი ხდება, სიკვდილი ყოველთვის გმირობის და იდეოლოგიის ნათლია არის და თუ კი ოდესმე საქართველოში გაიზრდება მომავალი თაობა, რომელი მომავალი თაობასაც მაგალითად ეყოლება მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ჯერ კიდევ გვექნება შანსი იმისი, რომ გადავრჩეთ და სანამ ბიძინიჩები და ბიძინები გამოხტებიან აქ და თავს დააყენებენ ზვიად გამსახურდიას და მერაბის გვერდით, მანამდე ისე გაბრწყინდება იბერია, როგორც დღესაა გაბრწყინებული. ეგა ფაქტობა. იბატონო. ელემენტარულს გეკითხებით ხალხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ზვიად გამსახურდიას გაიყიდა 70,000 100,000 ჰექტარი ამდენი კი არა 1 სანტიმეტრი და 1 მილიმეტრი ქართული მიწა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ზვიად გამსახურდიას ქონოდა ამდენი ფული, ამდენი ქონება, ამდენი გაზღვა და ერი ყოფილიყო მშიერი და ღატაკი? წარმოგიდგენიათ? ხელფასი რო ხელფასია, ის რო შეთავაზეს, არ მინდა ხელფასიო, კაცო, მე გაგერო წიგნი გამოვეცი და ჰონორალი არა ოჯახშიო. ამათ ძმაო 15,000-ზე ნაკლები არ უნდა გქონდეთ და ოფიციალური ხელფასი 20 ლარი უნდა იყოს ქვეყანაში. ამას ზეიმობენ.
ჩემო ძმაო, მაგი ვერ გაუგია კიდე, დღეს ვერ გაუგია ქართველების დიდ ნაწილს, ვერ გაუგია. აი იცი რა? არის ესეთი გამოთქმა, აი გაუნათლებელი ერი თავისუფალი ვერასდროს ვერ იქნებაო. აი ისეთი გაუნათლებელი არის მასა საქართველოში, ისეთი უციგნური არის. ისეთი ბნელი არის, ისეთი გამოქლიავებულია დიდი მასა. დიდი მასა ეს ნაცკოცების მასა და ბიძინების და მიშების ტაშის მკვლელები, რომლებიც ერის ბედს წყვეტენ. ისინი ამას ვერასდროს ვერ გაიგებენ. 300 წელი ყვავივით რო იცოცხლონ, ხო? ვერ არ გამოვა ეს. რამდენი კაცი ისე მოკვდება, ისე უბჟეოდ გაივლის სოფელს, მიქელანჯელო გულს არ მოხდება, ვერ გამოარჩევს ასხმაში შოპენს, რამდენი კაცი არ გაშლის რუსთველს, რამდენი კაცი არ გაშლის ბოდლერს, რამდენი კაცი უბადრუკია, რამდენი კაცი ძაღლს აღგავს უწვრთნელს და კაკრას შეეფერება ამ ძაღლმადიდებლებს. ძაღლმადიდებლები ბლომად აღყავს ქვეყანაში. მართლმადიდებელი რო ძაღლმადიდებელი რად იქცა და ბიძინამადიდებელად და მიშამადიდებელად რო იქცა. ასე იბლის მანამდე. სანამ ამის აზრზე ვერ მოვა. აი 60% მე როდესაც სიტყვაზე მომბრო 60% ასე არის ეგზალტირებული ბრბო არის. უნდა ელაპარაკო. მოიმტრევს, კიდე ბევრ ამაში მოიმტრევს ხვირპილს და მე ათქვას, ვაი რატო გჭირს? აი ამის გამო გჭირს ეს ყველაფერი. ასეთი პოლიტიკური ელიტა გვყავს, ასეთი ეგრეთ წოდებული სამხედრო ელიტა გვყავს, ასეთი სასულიერო ელიტა გვყავს და ესა. იგო. კარგად, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.